საზოგადოებრივი მოძრაობა ის რაც გვაერთიანებს, აგრძელებს შეხვედრებს ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს მოძრაობა ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისათვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო. დასახული მიზნის განხორციელებისათვის დაგეგმილია კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად შეხვედრა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და ხელოვნებათმცოდნეები ესწრებოდნენ. ორგანიზატორთა განმარტებით ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემეცნებითი შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები გაიმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დღეს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრში არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. უნდა შედგეს სახელწოდებით, ეს ზოგადი სახელწოდებით, რომელიც არის მეცნიერებათა აკადემიისა და საპატრიარქოს წამოწყებული ეს ძალიან საჭირო ღონისძიება, რომელსაც ქვია ის რაც გვაერთიანებს. და რა გვაერთიანებს? გვაერთიანებს პირველ რიგში ის ძვირფასი თარიღი, 1700 წლის საიუბილეო თარიღი სახელმწიფოებრივი რელიგიის ქრისტიანობის ესეთი დაარსებისა, რომლის გარშემოც ამ ჩანაფიქრი ამ ღონისძიების დამგეგმავების არის თავი მოიყაროს მეცნიერებთა გუნდმა, პლუს ჩართული საპატრიარქოც აქტიურად და ყველა აი ამ თავის სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა ყველამ უფრო პომპეზურად და ძალიან ღირსეულად აღნიშნოთ ეს თარიღი, რადგანაც ჩვენი ქვეყნა არის ბუნებრივია ქრისტიანობაზე დაფუძნებული ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ევროპასთან მჭიდრო კავშირში იყო, თუნდაც მხოლოდ აი ამ ძვირფასი რელიგიიდან გამომდინარე და ჩვენ ეს გვაკისრებს არა მარტო იმას, რომ ვიამაყოთ ამით, არამედ მუხლჩაუხრელად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი, ერთსულოვანი, დაუძლეველი ამით. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიცით, როდესაც ხდება სიყვარულის გაღვივება ქართველთა შორის, მას უკვე ვერც ერთი მტერი ვერ მოერევა, იმიტომ რომ ეს არის ღვთისგან გაძლიერებული ქვეყანა. რაც შეეხება კონკრეტულ ჩვენს ორგანიზაციას, ეს ბუნებრივია ხელოვნების სამსახურში მყოფი ორგანიზაცია, კულტურაზე დგას ეს ქვეყანა ძირითადად. მთელი ეს ბრძოლები, მთელი ეს ისტორიული პერიპეტიები, რაც კი გადახდა საქართველოს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და ისტორიის თვალსაზრისით ძალიან ისეთ ხშირად ძალიან ტრაგიკულ დღეებს და წლებს გვიფიქსირებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისა, მაგრამ ის რითაც ჩვენ ვამაყობთ, ეს არის ჩვენი კულტურა, რა თქმა უნდა ისტორიითაც ვამაყობთ, ბუნებრივია, იმიტომ რომ როდესაც ქართველი ერთიანობის გზას მონახავდა, ეს ყოველთვის იმარჯვებდა და ასე იქნება მუდამ. რომ ქართველების ერთიანობა გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, პლუს გაძლიერებულს აი ამ ჩვენი უძვირფასესი რელიგიის ქოლგის ქვეშ რო იტყვიან და უპირველესად აი ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ქართული ხელოვნება კიდევ უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ, თუ როგორ საფეხურებრივად ინახავდა იგი ჩვენი ქვეყნის კულტურას, რომელიც დღემდე მოგვიტანა და ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომ ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს, როგორც სარწმუნოებრივად, ასევე ყველანაირად, რომ ჩვენ ვართ, აი როგორ გითხრათ, არაფერი ისეთი ზედმეტი და გადამეტებული არა, მაგრამ განსაკუთრებულიც შეიძლება ვთქვათ, რომ არ მივიდოთ ეს, რო იტყვიან, წოდება, მაგრამ გვინდა, არ გვინდა, ისტორია ამას გვიმტკიცებს. იმიტომ რომ ამხელა სამყაროებს შორის, ამხელა სახელმწიფოებს შორის ამ მოქცეული ეს პაწაწა ქვეყანა აი ამ თავისი რელიგიური მრწამსით მაინც ყოველთვის გამარჯვების გზაზე გადის, ოღონდ გადის მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ერში შერიგება და გაერთიანება ხდება. ამიტომ სწორედ ეს არის ძალიან უძვირფასესი გზა, რომელიც აი ეს შემოგთავაზეს ჩვენმა ძვირფასმა მეცნიერების გუნდმა და აი ამ ჩვენმა საპატრიარქომ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ
გავემარჯვებთ და ვიქნებით სრულად დამოუკიდებელი გამარჯვებული ქრისტიანული სახელმწიფო. შეკრული და სიყვარულით გაერთიანებული. სიყვარულით ერთმანეთისადმი და სიყვარულით ღვთისადმი. დღეს ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კრებით ცენტრში ჩატარდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელიც არის ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება, მოსამზადებელი მე ვიტყოდი, აი მომავალი წლის საიუბილეო წლისთვის, როდესაც მთელი საქართველო აღნიშნავს საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელს, ანუ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებისა, თორემ ისე პირველივე საუკუნიდან თვით მოციქულთა ხელიდან მიიღო ამ ქვეყანამ ქრისტიანობა, მაგრამ აი აქ ლაპარაკი არის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ამან ბევრწილად განაპირობა სწორედ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ქვეყნის ისტორია და ჩვენი მიკუთვნება იმ სამყაროსადმი, რომელიც აი ქრისტიანობით საზრდოობდა და აი ამით ჩვენ ვართ ნაწილი იმ სამყაროსი, სადაც მართლა პიჯვარს იწერენ და სადაც ქრისტეს სახელს ახსენებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ეს მზადება, რა თქმა უნდა, რთული საკითხი არის, ეს ძალიან დიდი მოვლენა არის, მრავალმხრივ უნდა იქნეს აღნიშნული, ეს არ არის ერთი რაღაც საიუბილეო საღამოს მოწყობა და ყველა დარგი, ყველა სფერო, კულტურის, განათლების, ყველა ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო რაღაცნაირად მონაწილეობა უნდა მიიღოს. ჩვენი სფერო, ხელოვნების სფერო ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ჩვენი ინსტიტუტი აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც დაიწყო შესწავლა ქრისტიანული ქართული ხელოვნების და ამისთვის სხვა შორის საბჭოთა პერიოდში ძალიან ემტერებოდნენ კიდევაც და ემუქრებოდნენ კიდევაც ამისთვის, მაგრამ გაუძლეს ჩვენმა დიდმა ფუძემდებლებმა ამას ყველაფერს და ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი ესეთი წინადადება გვაქვს და ქალბატონმა მარინა გაჩეჩილაძემ სწორედ წარმოთქვა კიდევაც ეს წინადადებები და მე მგონი ნელ-ნელა ჩამოყალიბდება, თავი მოეყრება, ყველა ამ შეთავაზებას გადაირჩევა ყველაზე ესეთი ეფექტური რაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აქ უკვე ლაპარაკია კიდე მოსახლეობის განათლებაზეც, არა მხოლოდ აღნიშნა, არამედ აი განათლება, ახლოს მიტანა, რომ ყველა იგრძნოს გულით, რას ნიშნავს ეს იყო ქრისტიანი, აი ჩვენ სამყაროში და განსაკუთრებით ამ ჩვენ რეგიონში, რომელიც ძალიან რთული რეგიონი არის. და მე მგონი ეს შეხვედრა ესე თავის ნაყოფს გამოიღებს. დღეს ჩატარდა კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება ქართველი ერის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს თარიღს. ეს არის 1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებისა და ამასთანავე ალბათ მსმენელმა იცის, რომ მასთან ერთად ჩვენ ზეიმობთ დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლის თავს და ქეთევანის დიდმოწამის აღსრულების 400 წლის თავს. ეს სამი არაჩვეულებრივი თარიღი გაერთიანებულია მეცნიერების ინიციატივით ეკლესიასთან ერთად და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ზოგადად არ არსებობს მეცნიერება რელიგიის გარეშე და რელიგია აუცილებლად მიდის მეცნიერებამდე. ეს ერთობა არის სრულიად ბუნებრივი ჩვენთვის და უმნიშვნელოვანესი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ცნობიერებას ერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს ისეც, როგორიც არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელიც ჭეშმარიტია. თავად სამყაროს შემოქმედის მიერ არის გაცხადებული. და ვინცაც ოდნავ დაკვირვების უნარი აქვს კულტურაზე, დაინახავს, რომ ჩვენი ქვეყანა იმ თავით უფალმა შექმნა მართლმადიდებლობის დამცველ ქვეყანას და შესაბამისად უფალი იცავდა საქართველოს. წარმოუდგენელია ჩვენი ისტორია უმძიმესი შემოსევებით და აი ამ დიდ ოკეანეში მტრებისა როგორ გადავრჩით, რა თქმა უნდა უფლის წყალობით. და ამდენად ამ ღონისძიების, ამ ზეიმის, ასე ვთქვათ, ღონისძიება უფრო ისეთი სიტყვა სეკულარული, ეს არის ზეიმის, სულიერი ზეიმის მიზანი არის, რომ რაც შეიძლება სიღრმისეულად გავიაზროთ ქრისტიანობის როლი საქართველოსთვის. და მე ორ რაიმეს მოგახსენებთ. ერთი, რომ 80-იან წლებში
70-ან 80-ან წლებში გაიცხარა უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი შულავერის გორა, სადაც აღმოჩნდა პირდაპირ მატრიცა მთელი შემდეგდროინდელი ქართული კულტურის. აქ იყო ერთად პატარა მიწაზე აღმოჩენილი ვაზის უძველესი წიფწა, ქვევრი ღვინით, ხორბლის რამდენიმე ჯიში, დიდი დედის ქანდაკებები და აგრეთვე რაც მთავარია, ისეთი წრიული ნაგებობა, რომელიც შემდეგ განვითარებას პოვებს როგორც ის გრანდიოზულ დარბაზში, ისე ქართულ ეკლესიის ნაგებობებში. ანუ აქ შეიძლება ითქვას, რომ უკვე მატრიცაა მოცემული და ვაზის და ხორბლის პირველ სამშობლოდ ყოფნა ნიშნავს, რომ უფალი გულისხმობდა ამ ქვეყანას მაზიარებლად. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ქართველ ერს საზეპურო ერს უწოდებს ბევრი წყარო და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ იმ თავითვე ვიმეორებ ღვთისაგან ვიყავით გამზადებული მაზიარებელ ქვეყნად, ქრისტეს ერთგულ ქვეყნად და წმინდა დავით აღმაშენებელს მიეცა არაჩვეულებრივი გამოცხადება. მას ღვთის დაშვებით ეჭვი შეეპარა სხვადასხვა სვეტში და ღამე გამოეცხადა ძველი დღეთა ქრისტე და უთხრა, რომ არიცი შენ მე ვინ ვარ აქ, ვისაც ჩემ და მომართ სასოება ჰქონდეს, იგი არაუდეს სირცხვილეულ იქნეს. ანუ თუ ჩვენ ვიწამებთ ქრისტეს, თუ ჩვენ მივყვებით იმ ჭეშმარიტებას, რაც უფალმა გაუცხადა დაცემულ სამყაროს, მისგან გამოხსნილ და დაცემულ სამყაროს, მაშინ საქართველოს ისტორია სხვაგვარად წარიმართება და რა პრობლემებიც არის დღეს, ეს ღვთისგან დაშორების შედეგია. ეს ჩემი დიდი რწმენაა და ღმერთმა ბრძანოს, რომ ამ ღონისძიებების და აი ამ ზეიმის შედეგად საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს ქრისტიანობაში.